ახლა კი უნდა დაუბრუნდეთ აღმაშენებლის ხეივანს და საპროტესტო აქციაზე მიმდინარე ვითარებას. ადგილზე მუშაობს ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი. ანა ბროლაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ანა, ვიცით და ვნახეთ კადრებში, უწყვეტი ეთერის პირობებში, რომ რამდენჯერმე ადგილზე დაიძაბა ვითარება. რა ხდება ახლა? დროის ამოცემულობისთვის მარიამ ვითარება არის შედარებით მშვიდი იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციამ მოახერხა სავალი გზიდან გადმოყვანა აქციის მონაწილეების და მაყურებელი უყურებდა პირდაპირ ეთერში თვალს დაპირისპირების შედეგად ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს ან განარიდეს ტერიტორიიდან. რამდენიმე წუთის განმავლობაში ასევე ჩაიკეტა საავტომობილო გზა, რაზეც აქვს რეაგირება ამ შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებას, ვინაიდან მთავარი არის, რომ საავტომობილო გადაადგილება ერთ ზოლზე მაინც იყოს შესაძლებელი ტერიტორიაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას დაუბრუნდები კიდევ ერთხელ მათ მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ არ დარჩნენ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში. ჩვენ ვესაუბრეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც იყვნენ გარკვეულწილად მოლოდინის რეჟიმში იმის გათვალისწინებით, რომ მათი ნაწილი გადმოვიდა ასე ვთქვათ პანდუსის ზოლზე, რასაც ქვია პანდუსის ზოლი და მათ მეორე ნაწილი დარჩა უშუალოდ თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და აქციის მონაწილეთა ნაწილი ახლა გადავიდა სავალ ტერიტორიაზე და ხედავთ პოლიციელებს, სამართალდამცავებს, რომლებიც ცდილობენ ახლა ტერიტორიის გაწმენდას, ვინაიდან მათ არ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ დარჩენილიყვნენ სავალ ნაწილზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ზურა ჯაფარიძესაც ვესაუბრეთ, რომელმაც გითხრა, რომ სამართალდამცავ უწყებასთან გარკვეულწილად იყო მიღწეული შეთანხმება, რომ მათ ერთი ზოლით მონაწილეობა უნდა მიეღო, მათ მსვლელობით უნდა გაეგრძელებინათ გზა საპირისპირო ზოლზე გადმოსვლით, თუმცა აი ამ ზოლზე უკვე, სადაც ჩვენც გადმოვედით, სადაც ავტომობილო მოძრაობა არის თავისუფალი და პოლიცია ცდილობს, რომ აქციის მონაწილეებმა ვერ მოახერხონ შეფერხება გზის აი ამ ნაწილის. ახლა ხედავთ საპირისპირო ზოლზე რა ხდება, სადაც ცოცხალი კორდონით საპატრულო ეკიპაჟები ათავისუფლებენ საავტომობილო გზას. როგორც აღვნიშნე, ჩავწერეთ ჩვენ რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელთა კომენტარსაც შეგვიძლია ახლა მოვუსმინოთ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ პოლიციასთან იყო შეთანხმება მიღწეული, რომ მათ მსვლელობით უნდა ევლოთ რუსთაველამდე. მხოლოდ რამდენიმე ზოლის დაკეტვა შეეძლებოდათ, ისე რომ საბოლოოდ არ შეზღუდულიყო საავტომობილო გადაადგილება, თუმცა ზურა ჯაფარიძემ გითხრა, რომ არ აქვს ინფორმაცია რატომ მოხდა ისე, რომ გაიყო აქციის მონაწილეთა ასე ვთქვათ გზები იმ ნაწილში, რომ ნაწილი დარჩა ამავალ პანდუსზე, მეორე ნაწილი ისედაც დგას უშუალოდ თბილისის მოლის მიმდებარედ და ისინი ვერ ახერხებენ გადმოსვლას იმგვარად, რომ არ შეზღუდონ საავტომობილო მოძრაობა, რომელიც გადის თბილისის ავტომაგისტრალზე. მოკლედ ხედავთ რა ვითარებაა და მანამდე შეგვიძლია მოვუსმინოთ პოლიტიკოსთა სინქრონებს. ვიცით და წაიყვანეს ძალიან ველური ფორმებით და ასაკეთებენ ისეთაგებს. საერთოდ აკეთებს მაგისტრალს არ გვაძლევენ საშუალებას მოვაწყოთ ცელობა აქედან რუსთაველამდე. რაზეც იყავით შეთანხმებული, არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ თვითონ მოიყვანესო ესაა ჩვენი უფროსიო ამ მიღბიანებმა და ვისაც ველაპარაკეთ, იმან გითხრა, რომ იქით გაგატარებთო, შემდეგ აქ პანდუსზე ახვალ წრეს დაარტყავ და ჩვენ კორდონს გავაკეთებ და ერთი ზოლი ან ორი ზოლი დაგვიტოვეთ, რომ მანქანებმა იაროს. ეგ იყო დილი, რაზეც იყავით შეთანხმებული. რომ დავიწყოთ ცელობა, შუაში გავწყვიტეს და ხა ნაწილი აქედან ვარ, ნაწილი იქით ვარ და ვკითხეთ რას აპირებთქო და არაფერსაც არ ვაპირებთო, ესე ვიდგებითო და რა ვდგავარ ჩვენს და დღალენ ესე. პრაქტიკულად მაგისტრალის გადაკეტვას ახდენს ამ წუთში საპოლიციო ძალები. ჩვენ აბსურდულ სივრცეში აღმოჩნდით, იმიტომ რომ კობახიძე გამოსცემს ბრძანებულებებს კანონის სანაცვლოდ, ის კანონი 1 საათში შედის თითქოს ძალაში, ამ დროს როგორ შედის არავინ არ იცის, მაგრამ ყველას ავიწყდება ამ დროს, რომ ქართულმა ოცნებამ თავის კობახიძით, თავის პაპუაშვილით, თავის არალეგიტიმური პარლამენტით და თავის არალეგიტიმური პრეზიდენტით ყველამ ერთად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და საქართველო ააცილა ევროპულ გზას. არ უნდა თუ ეს ნაკადი სამად გაყოფილი შეერთდეს და შეერთდება ახლა მიუხედავად ცდელობისა მათი რომ ეს არ მოხდეს და ცდელობას დავიწყებთ რა თქმა უნდა აღმაშენებლის ხეივნით.
შეუძლებელია ამ პროტესტს ვერავინ ვერ ჩაახშობს, ვერავინ ვერ ჩა. 7 ბიძინა ივანიშვილიც კი და 10-ჯერ მეტი პოლიციელიც. რატომ? სიმართლე არის დღეს ძალა და არა ძალაა სიმართლე. ნიკა მელია ამ კომენტარის შემდეგ სამართალდამცავებმა დააკავეს ადმინისტრაციული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით თუ უბრალოდ განარიდეს ტერიტორიიდან. ამაზე ველოდებით უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებებს. ხედავთ ახლა ვითარებას პირდაპირ ეთერში ზემოდან კადრით რა ხდება ადგილზე უშუალოდ დედაქალაქის გასასვლელთან ავტომაგისტრალის დაწყების ასე ვთქვათ ადგილთან, სადაც აქციის მონაწილეები დგან ერთ ზოლზე იმგვარად რომ პოლიციელები ცოცხალი კორდონით აკავებენ მათ, რომ ასე ვთქვათ საავტომობილო გადაადგილება არ შეიზღუდოს. რამდენიმე ეპიზოდი იყო, როდესაც საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა, ვინაიდან აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ესე ვთქვათ განთლიანებას. ერთი ნაწილი იყო საპირისპირო ზოლზე გადამავალ პანდუსთან, მეორე ნაწილი დარჩა უშუალოდ მაგისტრალის დასაწყისში. არ ვიცი ხედავთ თუ არა კადრს, საკეცე შემოიტანეს მედიკოსებმა. შესაძლოა რომელიმე ადამიანს სჭირდება ამ შემთხვევაში სასწრაფოს დახმარება. და ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში დაძაბულობა არის კვლავ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის და რამდენიმე კერა იყო ასეთი, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერებთანაც, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიგი უგულავა გაიყვანეს ტერიტორიიდან. არ ვიცით როგორც კიდევ ერთხელ განმეორდები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განმარტება. დააკავეს თუ უბრალოდ განარიდეს. პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს რა ხდება საავტომობილო გზაზე მანქანების გადაადგილების პარალელურად. ზურავ ჯაფარიძისგან მოვისმინეთ ჩვენ ინფორმაცია, რასაც მოусმინა მაყურებელმაც, რომ მათ გარკვეულწილად ჰქონდათ მოლაპარაკება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან და მიღწეული იყო შეთანხმება, რომ მათ უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა ერთი ზოლით მსვლელობით წასულიყვნენ რუსთაველის მიმართულებით, იმგვარად რომ არ შეეზღუდათ გადაადგილება და აქციის ერთ-ერთი მონაწილე საკაცით გაყავთ ახლა მედიკოსებს პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს ახლო ხედით და მას წაიყვანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გვექნება ინფორმაცია რა გახდა ამ შემთხვევაში მისი ტერიტორიიდან გაყვანის მიზეზი, როგორ გრძნობს ის თავს, აქვს თუ არა დაზიანება, თუ უბრალოდ ცუდად გახდა, იმიტომ რომ წეღან ერთ-ერთი მონაწილე დაპირისპირების პროცესში უჰაერობის გამო გახდა ცუდად. პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს ვითარებას რა ხდება ახლა უშუალოდ დედაქალაქის გასასვლელთან.